ძალიან მიხარია, ყავს ახალი სტატუსები, ეს გახლავთ ახალი უფროსი დირექტორი ნიუ ახალკაცი ხაშურიდან, რომელმაც დაადასტურა უფროსი დირექტორის სტატუსი სწორედ მე-16 პერიოდში. ნინოს გულოცავ გულით და სულით ვუსურვებ წინსვლას, ვუსურვებ წარმატებას, ვუსურვებ მის გუნდის წევრებთან ერთად განვითარებას და რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდებში მომდევნო სტატუსის გახსნას და რა თქმა უნდა დადასტურებას. ასევე ყავს ახალი უფროსი დირექტორი, ეს გახლავთ ჟუჟუნა ლაბაძე, ბათუმიდან, რომელმაც ასევე დადასტურა უკვე მეორე სტატუსი ამ წელს, უფროსი დირექტორის სტატუსი. და აღნიშნო, რომ ისეთი ტემპით ის ქალბატონი ჟუჟუნა ლაბაძე, რომ დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში უკვე მომდევნო სტატუსსაც გახსნის. ასევე, ამ ორ ადამიანს რა თქმა უნდა, სულითა და გულით ვილოცავ, ძალიან მიხარია თითოეული ადამიანის წარმატება, განსაკუთრებით მიხარია იმიტომ, რომ ჩვენი კომპანიის მარკეტინგ გეგმა არის გარდა იმისა, რომ არის ძალიან სარგებლიანი, არის ძალიან სარფიანი, ასევე არის ძალიან სამართლიანი. ყველა ადამიანი, რომელიც დებს ენერგიას, შრომობს ჩვენს კომპანიაში, რა რაოდენობითაც იხარჯება, იმ ოდენობით ღებულობს ანაზღაურებას და აღიარებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სამართლიანი და ასეც უნდა იყოს. ასევე გვაქვს ძალიან ბევრი გახსნილი სტატუსები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავასახელოთ დღევანდელ ვებინარზე. ვინც არ იცნობთ, გაიცნობთ, ვინც იცნობთ, ჩემთან ერთად ალბათ შემომიერთდებით, დარწმუნებული ვარ მილოცვაში. მაშინ ასე მე-16 პერიოდის შედეგებით გვაქვს გახსნილი ახალი სტატუსები. ახალი ოქროს დირექტორობის კანდიდატი გახლავთ ელა თურმანიძე ხელვაჩაურიდან, რომელსაც მხოლოდ 3 პერიოდი აქვს დარჩენილი კვალიფიკაციის დადასტურებამდე. ელა არის ასევე პრეტენდენტი იმაზე, რომ გამგზავროს მომავალ წელს პორტუგალიაში. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად შეასრულებს ძვირფასი დირექტორების აქციას და აუცილებლად გაემგზავრება. ასევე ყავს ახალი უფროსი დირექტორობის კანდიდატი თბილისიდან, ეს გახლავთ ლუსია დავთიანი, რომელსაც კვალიფიკაციის დადასტურებამდე მხოლოდ 1 პერიოდი აქვს დარჩენილი. მდინარე მე-17 პერიოდშიც უნდა შეასრულოს უფროსი დირექტორის მოთხოვნა, მოცულობა და უკვე იქნება უფროსი დირექტორის კვალიფიკაცია. ასევე ახალი უფროსი დირექტორობის კანდიდატი სამტრედიიდან ნანა გაბედავა, ანალოგიურად 1 პერიოდი აქვს დარჩენილი, დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე პერიოდში აუცილებლად შეასრულებს პირობას. კიდევ ერთხელ მინდა მივაქციო ყურადღება, რომ მარკეტინგ გეგმის მიხედვით 1 წლის განმავლობაში 8 ნებისმიერ პერიოდში უნდა იყოს შესრულებული, 7 პერიოდი უკვე აქვს შესრულებული ამ ორ ადამიანს და დარჩენილი აქვს 1 პერიოდი, მდინარე მე-17 პერიოდი. ახალი უფროსი დირექტორობის კანდიდატი კასპიდან, ეს გახლავთ იზა მერებაშვილი, რომელსაც ასევე ძალიან ისეთი მზარდი და სტაბილურად და სწრაფად მზარდი სტრუქტურა ყავს, თვითონაც ახალი ლიდერია ჩვენს კომპანიაში. ახალი უფროსი დირექტორობის კანდიდატი გახლავთ გარდაბანიდან აიდა მამედოვა, რომელიც პარალელურად ჯერ დირექტორის სტატუსი არ აქვს დადასტურებული, დირექტორის სტატუსის დადასტურებამდე 2 პერიოდი აქვს დარჩენილი, ხოლო უფროსი დირექტორის სტატუსის დადასტურებამდე 5 პერიოდი აქვს დარჩენილი. აიდასაც რა თქმა უნდა ვუსურვებ, რომ სწორედ მოკლეს ვადაში დაადასტუროს ორი სტატუსი. ახალი უფროსი დირექტორობის კანდიდატი ყავს ქობულეთიდან მადონა თაუბერიძე, რომელსაც დარჩენილი აქვს 5 პერიოდი, 3 პერიოდი უკვე შესრულებული აქვს, დარჩენილი აქვს 5 პერიოდი. ახალი უფროსი დირექტორობის კანდიდატი რუსთავიდან გახლავთ ფიქრია გიგოლაშვილი, რომელსაც კვალიფიკაციის დადასტურებამდე დარჩენილი აქვს 6 პერიოდი. ახალი დირექტორობის კანდიდატებზე გადავდივარ. ახალი დირექტორობის კანდიდატი სამტრედიიდან, რომელსაც კვალიფიკაციის დადასტურებამდე 1 პერიოდი აქვს დარჩენილი, მდინარე პერიოდი. უკვე უნდა შეასრულოს პირობა და დადასტურებს სტატუსს. ახალი დირექტორობის თბილისიდან გახლავთ მარგარიტა ქაქუთია, რომელსაც კვალიფიკაციის დადასტურებამდე აქვს დარჩენილი 2 პერიოდი. ახალი დირექტორობის კანდიდატი ხელვაჩაურიდან გიგა ჯაფარიძე,
რომელსაც კვალიფიკაციის დადასტურებამდე აქვს დარჩენილი 3 პერიოდი. ახალი დირექტორობის კანდიდატი გარდაბანიდან გახლავთ აიდა ჰუსეინოვა, რომელსაც დადასტურებამდე დარჩენილი აქვს 6 პერიოდი. ახალი დირექტორობის კანდიდატი გახლავთ ასევე გარდაბანიდან გულდანა მამედოვა, რომელსაც კვალიფიკაციის დადასტურებამდე დარჩენილი აქვს 7 პერიოდი და ახალგაზრდა წყვილი გახლავთ კასპიდან, ეს გახლავთ მარიამ გოზალიშვილი და ილია სუხაშვილი, რომელთაც ასევე 7 პერიოდი აქვს დარჩენილი ახალი დირექტორობის, ახალი სტატუსის, დირექტორის სტატუსის დადასტურებამდე.